ჭიათურელ მაღაროელებს თინა ხიდაშელი შეხვდა. ის ადგილზე გაეცნო მაღაროელთა პრობლემებს. ხიდაშელის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ჭიათურელ მაღაროელებს მუშაობის ნორმალური და ადამიანური პირობები შეექმნათ. მირიან გორგოძე განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. მირიან, რა სიტუაცია ამ დროისთვის ჭიათურაში? დიახ, ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის შენობის წინ შეკრებილი მაღაროელების გაფიცვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ აქ იმყოფებოდა კოალიცია ქართული ოცნების წევრი თინა ხიდაშელი. ის შეხვდა აქ შეკრებილ მაღაროელებს და სიტყვით მიმართა მათ. თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ის ჭიათურაში ჩამოვიდა იმის გამო, რომ ადგილზე უფრო კარგად და დეტალურად გაეცნოს ყველა მაღაროელის პრობლემას და შესაბამისად შემდეგ მათ ამ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. თინა ხიდაშელმა ასევე აღნიშნა ხაზგასმით ის, რომ მაღაროში დასაქმებულ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ადამიანური სამუშაო პირობები და ეს პირობები დასაქმებულ ადამიანებს მისი აზრით სწორედ ინვესტორმა უნდა შეუქმნას. ასევე ცოტა ხნის წინ კოალიციის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი შეხვდა საკაფიცო კომიტეტის წარმომადგენლებს და ის უფრო დეტალურად და ღრმად გაეცნო იმ პრობლემებს, რომლებიც ჯორჯიან მანგანეზის წინ შეკრებილ მაღაროელებს აწუხებთ. ჩამოვედი, იმიტომ რომ მინდა იქიდან გამომდინარე იმ ინფორმაციიდან, რომელიც მე მოგვცა, რაც მალხას წერეთებისგან ვიცი, რა მდგომარეობაც არის მაგალითად ამაზე რომ ვილაპარაკოთ მაღაროებში და აქაც საუბრობდა მოსახლეობა, ეს არის არადამიანური მოპყრობა. სხვა ამას არაფერი არ შეიძლება რომ დავარქვა. როცა გაქვს პრეტენზია რომ ხარ ინვესტორი, როდესაც ეს ინვესტორად მოგვევლინე ძალიან საეჭვო გარემოებებში და ამის შესახებ ჩვენ წლების განმავლობაში საუბრობდით და ეს დღეს არ გამხდარა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის, კეთილი უნდა ინებოდა მინიმუმ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები მაინც უნდა შეასრულოს წლების განმავლობაში. ზუსტად შემიძლია გითხრათ არის ის, რომ სამართლებრივად ეს საკითხი დადგება, სამართლებრივად მოკვლევა ამ თემაზე აუცილებლად ჩატარდება, ისევე როგორც წეგან გითხარით ტყიბულზე და ზესტაფონზე და ის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ამას უკვე გამოაჩენს ის საქმე და საქმის მასალები, რომელიც ამ კომისიაში მოვა და რომელსაც კომისია მოიკლოს. დიახ, ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ წუთებში კოალიციის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ მალხას წერეთელთან ერთად ჭიათურის საკრებულოში ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობას ხვდება. ჩვენ ამ შეხვედრის შესახებ დეტალებს უახლოეს მომავალში გაცნობებთ. დიდი მადლობა. მაღაროელების გაფიცვის დეტალებით ჭიათურიდან მირიან გორგოძე საუბრობდა.